შინაგანი სიმშვიდის, ემოციური გადახედვისა და რწმენის კვირაა. კირჩხიბის სეზონი აგრძელებს თავის სენსიტიურ გავლენას და ამასთან ერთად კვირის ბოლოს გველის ახალი მუხტი მერკურისა და ურანის ჰარმონიული კავშირით. ვერძი. ეს კვირა გთხოვს არ იჩქარო. გული მიგიწევს ოჯახისკენ ან ძველ განცდებთან კავშირისკენ. 6 ივლისს მიიღებ შთაგონებას მოულოდნელად, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება. კურო. შენთვის ეს დღეები საუბრისა და ურთიერთობების ენერგიას ატარებს. შეიძლება მოულოდნელად დაგიკავშირდეს ადამიანი, რომელთანაც ძველი კავშირი გაწყვეტილი გეგონა. ფიქრი ხდება უფრო მორგებული შენს ნატურალურ რითმთან. ტყუპები. დაფიქრდი, რაზე ხარჯავ დროს, ენერგიას და სითბოს. ფინანსური თემები გაწუხებს, მაგრამ 6 ივლისს შეიძლება ისეთი იდეა გაგიჩნდეს, რომელიც თამაშის წესებს შეცვლის. ილაპარაკე გულწრფელად საკუთარ თავთანაც. კირჩხიბი. მზე ანათებს შენს ნიშანში და ეს კვირა შენზეა. ახალი სურვილები იბადება, თუმცა მათი ფორმა ჯერ ბუნდოვანია. 6 ივლისს იღებ ახალ შთაგონებას ან იდეას, რომელიც პატარა ტალღას ქმნის, მაგრამ შიგნიდან. ლომი. შენთვის ეს დროა შინაგანი მტვრევის და ემოციური გადახედვის. ეს კვირა ემოციური შიფრების ამოხსნის დროა. სიტყვა, მუსიკა ან სუნი შეიძლება გახდეს გზა წარსულიდან მომავალში. ქალწული. მეგობრობა, გუნდი და საერთო მიზნები მთავარ ადგილს იკავებს. ვიღაც გჭირდება გვერდით, ვინც გაგიგებს იმაზე უფრო ღრმად, ვიდრე სიტყვებია. მერკური 6 ივლისს გაწვდის იდეას ან კავშირს, რომელიც მომავალს უკავშირდება. სასწორი. შენთვის ეს კვირა არის, რა გინდა რომ დაინახონ შენში, საზოგადოებრივი ან კარიერული ცვლილება შენს წინაშეა. 6-ში შენს აზრს მოусმენენ. გამოიყენე ეს. მორიელი. გულში მოგზაურობის სურვილი გაჩნდება, იქნება ეს რეალური თუ სულიერი. ახალი ხედვა გექნება, რომელიც შეიძლება წიგნიდან, ადამიანიდან ან მოგზაურობიდან გაჩნდეს. მოულოდნელი აღმოჩენა შაბათ-კვირას მოგცემს იმპულსს. შვილდოსანი. ღრმა თემები, ნდობა, სიახლოვე, შესაძლოა, ფული ან ემოციური ინვესტიცია დაგჭირდეს. 6 ივლისს გეძლევა მოულოდნელი შემოსავლის ან სულიერი შვების წყარო. თხის რქა. პარტნიორობა, ურთიერთობა, გულწრფელი კავშირები. ამ კვირაში ვიღაც შენგან ითხოვს არა იდეალურობას, არამედ ემოციას. შეგიძლია ააგო რაღაც ახალი, გული გიჩვენებს გზას. მერწყული. შენს ყოველდღიურ რუტინაში რაღაც გთხოვს ცვლილებას. იქნებ დროა დაისვენო, ან უბრალოდ სხვა ტემპით იმოძრაო? ურანი გიბიძგებს 6-ში შეიცნო, რა ფანტავს სინათლეს შენს ყოველდღიურობაში. თევზები. სიყვარული, სილამაზე, თამაში და სულიერი კავშირი, ამ კვირაში ეს სფეროები ანათებს შენს გულს. შენი შთაგონება არ არის შემთხვევითი. იპოვნე სივრცე მისთვის. 6-ში შეიძლება მიიღო მესიჯი, რომელიც ღიმილს მოგიტანს, არა ზედაპირულად, არამედ სიღრმიდან. სიჩუმეში დაიბადება ის იდეა, რომელიც დიდამბად იქცევა. ნუ იჩქარებ, დაელოდე, შიგნიდან მოდის ყველაზე დიდი ძალა. დაწერე კომენტარში შენი ნიშანი და ერთი სიტყვა, რომელიც საუკეთესოდ წარმოგაჩენს.